კიდევ ერთხელ მოგესალმებით თქვენ ყურებთ მეცხრეების საინფორმაციო გამოშვებას. ეს არის ახალი სამზე სოსოკაცდაძესთან ერთად. ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციისას დაღუპულ სამხედრო ექიმს ვლადიმერ ხვედელიძეს სამტრედიის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დღეს დაკრძალავენ. სამტრედიაში ჩვენი კორესპონდენტი ნოდარ ჩაჩუა იმყოფება, რომელთანაც ჩართვას გამოშვების მსვლელობისას შემოგთავაზებთ. ცხეთის რაიონის სოფელ გალავანში დაკრძალეს ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელი არჩილ ჩოხელი. დაკრძალვას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციისას ორი სპეცრაზმელი არჩილ ჩოხელი და სოლომონ ციკლაური და ერთი სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე დაიღუპნენ. ქართული სპეცრაზმის მიერ მოკლულთა შორის ახმედ ზაკაევის პირადი მცველი დუკვა ხადუშუევი აღმოჩნდა. ამ ინფორმაციას მეცხრეებთან სატელეფონო საუბარში ადასტურებს თავად ახმედ ზაკაევი, რომელიც იჩქერიის დევნდილი მთავრობის წევრია. დუკვა ხადუშუევი 44 წლის იყო, მონაწილეობა აქვს მიღებული რუსეთის მიერ ჩეჩნეთის წინააღმდეგ წარმოებულ პირველ ომში. 1996 წელს გროზნოში კულტურის სამინისტრო შენობის დაცვის უფროსი გახდა. 2002 წელს კი საზღვარგარეთ გაემგზავრა. დუშუევი რუსეთის ფედერალურმა ძალებმა დააკავეს, მაგრამ მალევე ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს. იგი მოწმის სახით ბრალდების ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა იყო ზაკაევის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში, რომელთაც ზაკაევის ადამიანთა გატაცებასა და მკვლელობაში მონაწილეობა ედებოდა ბრალად. ამასთან ლონდონში 2003 წელს გამართულ სასამართლო პროცესზე დუშუევმა განაცხადა, რომ ზაკაევის წინააღმდეგ ჩვენებები წამების შედეგად მისცა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ლოპოტას ხეობაში 11 ლიკვიდირებული პირიდან იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი, რომელთაგან 2 საქართველოს მოქალაქეა. დანარჩენი იდენტიფიცირებულები არიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, მათ შორის 1968 წელს ჩეჩნეთში დაბადებული დუკვა ხადუშუევი. დაზუსტებით ვიცი, რომ ბატონი დუკვა ხადუშუევი ბოლო 6 თვის განმავლობაში არ იმყოფებოდა რუსეთის ტერიტორიაზე. ბრიტანეთის პოლიტიკური თავშესაფარის ქვეშ ის მთელი ამ დროის განძილზე საქართველოში პანკისის ხეობაში ცხოვრობდა. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია თუ როგორ მოხდა ის ამ ჯგუფში, რომელმაც საქართველოს ოფიციალური უწყებების ინფორმაციით რუსეთ-საქართველოს საზღვარი დივერსიული მიზნებისთვის გადმოკვეთა. ჩვენ უკვე შევქმნით შემსწავლელი კომისია, რომელმაც ქართულ ძალოვან უწყებებთან თანამშრომლობით უნდა გაარკვიოს თუ რეალურად რა მოხდა სპეცოპერაციის დროს. იმის მიუხედავად ითანამშრომლებს თუ არა ქართული მხარე ჩვენთან, ჩვენ გვაგაჩნია სათანადო რესურსი საქართველოში, რათა დავადგინოთ რეალურად მომხდარი დეტალები, რის შემდეგაც ჩეჩნეთის კანონიერი მთავრობა ოფიციალურ პოზიციას გამოხატავს. კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსი კავკასიის საკითხებში თომას ტევალი საქართველო-რუსეთის საზღვარზე 29 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს აფასებს. მოსკოვმა იცის რაც მოხდა, მაგრამ მომხდარის გამო მადლობა რომ არ გადაუხადოს საქართველოს ხელისუფლებას, უბრალოდ დუმს აცხადებს ნეტგაზეთთან ინტერვიუში თომას ტევალი. კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსი წინასაარჩევნო გარემოზე საუბრობს და ამბობს, რომ არაპროგნოზირებადია რა შეიძლება მოხდეს არჩევნების შემდეგ. თომას ტევალი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებაზე საუბრობს, სადაც მილიორი მთქვა, რომ საქართველოში ცოტა ლენინიზმი საარჩევნო კამპანიაში. თომას ტევალის თქმით, რიკარდო მილიორიმ გამოხატა იმ პირთა საერთო შეშფოთება, ვინც აგვირდება არჩევნებს საქართველოში. კითხვაზე ფიქრობს თუ არა, რომ ივანიშვილი კრემლის პროექტია, კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსი ამბობს, რომ ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში რუსთავი ჩანაწერს გაავრცელებდა. მისივე თქმით, ივანიშვილს გააჩნია ბიზნეს კავშირი რუსეთთან, მაგრამ ეს სულ სხვა საქმეა. ის ძალიან თავდაჯერებულია, ექსცენტრიულიც კი არ ამგონია კრემლში გათვლა გააკეთონ ისეთ ადამიანებზე, როგორებიც არიან ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი და თედო ჯაფარიძე, აცხადებს ვალი. ახლა საქართველოში არსებობს სერიოზული ოპოზიცია ქართული ოცნების სახით. ერთპარტიულობა ინგრევა და თუ მიხეილ სააკაშვილი განზე გადგება მომავალში, სავსებით შესაძლებელია რღვევა ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყოს. მაგრამ არ შეიძლება ვთქვათ, რომ მომწიფდა ნორმალური პარტიული სისტემა. ქართული ოცნებაც და ნაციონალური მოძრაობაც უფრო მოძრაობებია, რომლებიც შექმნეს ძლიერმა ლიდერებმა სააკაშვილმა და ივანიშვილმა, ვიდრე ორგანული პარტიები შექმნილი იმ ხალხის მიერ, ვინც იზიარებს საერთო იდეას ქვეყნის მომავალზე, აცხადებს ნეტგაზეთთან ინტერვიუში თომას ტევალი. რამდენიმე წუთის წინ ინციდენტი მოხდა სოფელ დუისის სასაფლაოზე, სადაც სპეცოპერაციისას დაღუპული ორი პირია დაკრძალული. სოფელში ამ დრომდე ელოდებიან კიდევ ერთი დაღუპული ბაჰაუდ ბაღაკაშვილის ცხედარს. იმედა დარსალია ჩაგვერთვება ახლა ტელეფონით და ბოლო დეტალებს მოგვაწვდის ამ დროისთვის როგორი სიტუაცია. იმედა გისმენთ. სულ რამდენიმე წუთის წინ მოხდა ინციდენტი სასაფლაოს ტერიტორიაზე, მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი გადამღები ჯგუფები გადავაადგილდებოდით პირდაპირ ჩართვის განსახორციელებლად. გზაზე თეთრი ფერის მერსედესის მარკის ავტომანქანა გადაგველობა, საიდანაც ერთი ადამიანი გადმოვიდა და იყო ფიზიკური მუქარის მცდელობა. გვითხრეს, რომ ყველაფერი ჟურნალისტებმა დაგვიფუჭეთ. ისაუბრობდა ხელისუფლების მხრიდან მოთხოვნაზე, რომ ცხედრების გადასვენება მანამ არ მოხდებოდა, ვიდრე ჟურნალისტები ხეობაში.
მასთან ერთად იყვნენ ასევე ახალგაზრდები, რომლებიც აღწევდებოდნენ, რომ დაგვეტოვებინა ტერიტორია. სამწუხაროდ პანკისის ხეობაში ყველა წერტილიდან საიდანაც ჩვენ ამ ბოლო დღების განმავლობაში პირდაპირ ჩართვებს ვახორციელებთ, შეიძლება ითქვას, რომ ამ წუთებში შეუძლებელია სიხშირის არარსებობის გამო პირდაპირ ჩართვის განხორციელება. რამდენიმე წუთის წინ ჩვენი ჟურნალისტები ესაუბრნენ ერთ-ერთი დაღუპულის ასლან მარგოშვილის ოჯახის წევრებს, მათ ხელისუფლებასთან შეკითხვები აქვს, საიდან მოხდა ფინეთში გამგზავრებული ასლან მარგოშვილი ლოპოტის ხეობაში. ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ ასლან მარგოშვილი 16 მარტს ჩამოვიდა საქართველოში, ის 1 წლით სამუშაოდ იყო წასული, ტექნიკური უნივერსიტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი იყო და 1 წლით უნივერსიტეტიდან აკადემიური ჰქონდა აღებული. ინფორმაციას არ ფლობენ ოჯახის წევრები, ისინი კატეგორიულად უარყოფენ, რომ მათი შვილი იყო ტერორისტი. და იმ ზუხვარ იმ ქართველების წინაშე, იმ დაღუპულების წინაშე, რატომ იმათ ხო დედები ხყავთ იმათაც, იმ ჩოხელის წინაშე ვიხდით იმას, იმ ციკლაურის მშვენიერი ბიჭები, ვის გულისთვის დაიღუპნენ, ან ესენი, ან ისინი. აი რა ვერ გაიყვეს, ჩვენ მშვენივრად, ჩვენ გაგიგიათ რომ იბრძოლეს. ლაფანყური სად არის, ის არ ვიცი. აკა სამძივარი არ ჩატარებულა, როგორც ხედავთ ასე, თავმოყრა. იქ კიდევ შუმა დაიტანეს დამარხეს. არა დაგზავნას არავინ. არც მე, ვიზავარ ამათი და არც მე. უკვე მოისმინეთ, რომ ასლან მარგოშვილის ცხედარი, როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, ისე დაკრძალეს, რომ ოჯახის წევრები არ დაასწრეს. პანკისის ხეობიდან იმედა დარსალია საუბრობდა პირდაპირ ეთერში. რიჩარდ ნორლანდს თბილისში ხვალისთვის ელოდებიან, ხვალვე იგეგმება რწმუნებათა სიგელების გადაცემა. რიჩარდ ნორლანდმა საქართველოში ამერიკის ელჩის თანამდებობაზე ჯონ ბასი შეცვალა. ნორლანდი ამ პოსტზე ამერიკის სენატმა 29 მარტს დაამტკიცა. ამერიკის ახალმა ელჩმა ფიცის დადების შემდეგ აღნიშნა, რომ საქართველოში მიღწეულია პროგრესი 90-იანი წლების ნგრევისა და კონფლიქტების შემდეგ, რომელსაც ის ასე კარგად იცნობს. მან მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობას ამ პოსტზე წარდგენისა და დამტკიცების დროს. გამოხატული ნდობის What I thought I could do was maybe try to trace how some of my postings over the last 20 or so years. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბასადორი ელის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 5-7 სექტემბერს თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრა. ამბასადორი ელი გაიმართება საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან ელჩები შეხვდებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის წევრებს. ამბასადორი ელზე განიხილება საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და მიზნები, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, უზრუნველყოფისა და სუვერენიტეტის გამტკიცების ამოცანები, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანების პროცესი, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული დიპლომატიის საკითხები. ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს განცხადებას, რომ ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში ამავე კომისიის წევრებმა მედიან ეფარიძემ, ნინო ფხაკაძემ და ბლოკ ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების წარმომადგენელმა ბეჟან გუნავამ საოლქო კომისიის თავმჯდომარეს ჰასმիկ მარანგოზიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. კოალიცია ქართული ოცნების წევრების ინფორმაციით ინციდენტის პროვოცირება თავად მარანგოზიანმა მოახდინა, როგორც ისინი აცხადებენ, ამის დამადასტურებელი ვიდეო მასალა უახლოეს მომავალში სამართალდამცველებს გადაეცემათ. მანუჩარ გოგოლაური განაგრძობს თემას პირდაპირ ეთერში. მანუჩარ გისმენთ. კოალიცია ქართული ოცნების ახალქალაქის შტაბის წევრებსა და საარჩევნო კომისიის თავმჯდომარების სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დღეს ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია თუ რა მოხდა სინამდვილეში და მივაკითხეთ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მარგაროსიანს, მაგრამ მან ჩვენთან საუბარი სურვა ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ჩვენ ჯერჯერობით არ გაგვაჩნია აკრედიტაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ხოლო რაც შეეხება კოალიციის წევრებს, ისინი აცხადებენ, რომ კონფლიქტის პროვოცირება ზუსტად თავმჯდომარემ გამოიწვია. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ მათი კომენტარები. განცხადება იწვევს ჩვენს გავკვირვებას, იმიტომ რომ მათ არც კი უცდიათ გადამოწმებინათ მეორე მხარესთან, ანუ ჩვენთან საქმის ვითარება რეალურად რა მოხდა. მით უმეტეს ჩვენ გაგვაჩნია დოკუმენტური მასალა იმის სამსახურით, თუ რეალურად რა მოხდა და ეს მასალა მოწმობს სრულიად საპირისპიროს, რომ ჰასმիկ მარანგოზიანი და ეს ჩვენ ერთ კომისიის წევრს მედიან ეფარიძეს და აგრეთვე ჩვენ წარმომადგენელს ბეჟან გუნდავას. თუ რა მოხდა საოლქო საარჩევნო კომისიაში, ამასთან დაკავშირებით ჩვენ მამტკიცებელი მასალა გაგვაჩნია, რომელსაც მე ვფიქრობ არანაირი კომენტარი არ ჭირდება და საზოგადოება ამას უახლოეს საათებში ნახავს.
კოალიციის წევრების განცხადებით მათ გააჩნიათ ვიდეო მასალა პირდაპირ ეთერში ახალქალაქიდან ჩვენი კორესპონდენტი მანუჩარ გოგოლაური საუბრობდა. ნაციონალური მოძრაობა ქართული ოცნების წევრებს ქსენოფობიაში ადანაშაულებს. განცხადება მართველი გუნდის საარჩევნო სიის წევრმა სერგო რატიანმა დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა. პრესკონფერენცია ახალქალაქში გუშინ მომხდარ ინციდენტს უკავშირდებოდა, რომლის დროსაც რატიანის ინფორმაციით ქართული ოცნების ორმა წევრმა ქსენოფობიის ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ახალქალაქის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ჰასმიკ მარაგუზიანს. მისდენ იანიშვილმა უნდა გასცეს პასუხი ამ ურჩევლს. არის თუ არა ეს მისეული ქართული ოცნება, თუ ეს არის უკვე ახდენილი რეალობა და ეს არის ის, რითაც ჩვენ ქართველებმა უნდა ველაპარაკოთ 21 საუკუნეში ცივილიზებულ სამყაროს. ჩვენ უნდა შევახსენოთ ბიძინა ივანიშვილს და მის ქართულ ოცნების ლიდერებს, რომ ქართველი ხალხისთვის საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური და აღსარებლობის წარმომადგენელი არ არის უცხო. ის არის ქართული სახელმწიფო ერისა და ქართული სახელმწიფოს, ქართული ნაციონალური სახელმწიფოს წარმომადგენელი. ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის კოორდინატორ ბექა ჯიქიძე სორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ისანი სამგორის რაიონის სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებმა ძარცვის ფაქტზე ბექა ჯიქიძე დააკავეს. ჯიქიძე 2012 წლის 1 სექტემბერს 6 პირთან ერთად დანის მუხარით მოქალაქე მიშა ქოჩლიშვილს ფულადი თანხა გასტაცა. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 178 მუხლით სასამართლომ ბექა ჯიქიძე სორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუφარდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მარგეთილის მეტროში შემხვდა სამი პიროვნება, რომელთაც ეცვათ კოალიცია ქართული ოცნების ორ პიროვნებას ეცვა კოალიცია ქართული ოცნების მაისური. მათ ხოვეს, რომ ზევით ავსულიყავით და გაგვეცნო ერთმანეთი. მეც ალყეცია ამ პიროვნებებს ავედით ხოვნელის ქუჩაზე, კორპუსების უკან გავედით და იქ იყო ორმო, სადაც ჩვენ ჩავედით და შემდეგ კიდე სამი პიროვნება მოვიდა. მათ დანის მუხარით მომთხოვეს ფული. ვერამ ყველაფრის შემეშინდა და მივეცი მათ რაც მომთხოვეს და შემდეგ წამოვედით. რომ ამოვედით დაურეკე საპატრულო პოლიციაში. ევროკავშირის განცხადება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე კეთრინ ეშტონისა და შტეფან ფულეს ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და ევროკავშირს საქართველოს მომავალი ურთიერთობების ხარისხსა და ინტენსივობას განსაზღვრავს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლებმა ერთობლივ განცხადებაში ორივე მხარეს საქართველოს მთავრობასაც და ოპოზიციასაც მოუწოდეს გააგრძელონ მშვიდობიანი მოქმედებისთვის ხელსაყრელი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს და ჯანსაღი მედიაგარემოს უზრუნველყოფა. შეშფოთებული ვართ ამ კონტექსტში არსებული მზარდი პოლარიზაციით და დაძაბულობით არჩევნები პირველ რიგში უნდა იყოს პოლიტიკურ პროგრამებსა და იდეებზე დაფუძნებული, ნათქვამია განცხადებაში. საარჩევნო კანონმდებლობა უნდა იქნას დაცული და ის ისე უნდა აღსრულდეს, რომ შენარჩუნდეს საარჩევნო პროცესი სამართლიანობისა და კანონის უზენაესობისადმი ნდობა აცხადებენ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები. დღესვე შეფასებები მოყვა კეთრინ ეშტონისა და შტეფან ფულეს განცხადებას. მართველი პარტიის სპიკერი ჩიორა თაქთაქიშვილი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა მიესალმება ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებას. მისივე განმარტებით განცხადებაში ცალსახად არის აღნიშნული, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება არა მარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის პასუხისმგებლობაცაა. ევროკომისრების განცხადება წაიკითხეს ქართულ ოცნებაშიც. კოალიციის ლიდერები ფიქრობენ, რომ წინასაარჩევნო დიპლომატიური ტონი აშკარად გამკაცრებულია, რაც საქართველოს ხელისუფლების ერთგვარი გაფრთხილებაა. განცხადებაში აღინიშნა მთელი რიგი წინ გადადგმული ნაბიჯები ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის ფარგლებში. ეს არის კიდევ ერთხელ აღიარება იმისა, რომ საქართველოში რეფორმები გრძელდება კონკრეტულად მათ შორის დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით. ხაზი გაესვა იმას, რომ ოპოზიციის პოლიტიკური პარტიები, ისე როგორც სხვა პოლიტიკური პარტიები, უნდა დაემორჩილონ არჩევნების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს და ასევე აღინიშნა, რომ ის შედეგები, რომელიც იქნება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, დადგენილი უნდა იქნეს აღიარებული პოლიტიკური პარტიების მიერ
და ევროკავშირი ასევე შეშფოთებული არის იმით, რომ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია აღვივებს ეჭვს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ძათვად პროგრამებზე, კონკრეტულ პრობლემატიკაზე და მათი გადაჭრის გზებზე ვისაუბროთ. ეს ჩვენი დიდი სურვილია, მაგრამ სამწუხაროდ ალბათ ხედავთ, რომ დებატებშიც კი, როდესაც ჩვენ სხდებით ჩვენს ოპონენტებთან, პირადული შეურაცხყოფების, უსოფლო ბრალდებების გარდა, მათ სხვა არაფერი არ შეუძლიათ და ბინძური პროპაგანდის გარდა. ეს ქართული ოცნებისთვის ნამდვილად არ არის დამახასიათებელი. ჩვენი პოლიტიკურ ჩარჩოებში, პოლიტიკურ კალაპოტში ვრჩებით, აუცილებლად მივიყვანთ ძალიან დიდი სირთულის მიუხედავად მიხეილ სააკაშვილს არჩევნებამდე და ბუნებრივია იქ დავამარცხებთ. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხის ინტერესებში შედის. ეს განცხადება პრემიერმა მერაბიშვილმა ბრიუსელში გააკეთა, სადაც შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან ჰერმან ვან რომპეისთან და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ შტეფან ფულესთან. მისი თქმით, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხის ინტერესებში შედის და ეს დაეხმარება საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია მომახდინოს. სამი ამ შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოზე, ვისაუბრეთ რეფორმის გაგრძელებაზე, ვისაუბრეთ, რომ გაგრძელდება საქართველოს მთავარი პრიორიტეტი იქნება კვლავ ევროპა, ევროპის სტრუქტურებში ინტეგრაცია, ჩვენ ვისაუბრეთ თავისუფალობის ხელშეკრულების, ვიზების უვიზო რეჟიმის შემოღების და საქართველოსა და ევროკავშირის შორის სხვა მოლაპარაკებების გაფართოებას გაგრძელებაზე იყო წინასაარჩევნო საუბარი და ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება შედის უპირველეს ყოვლისა ქართული ხალხის ინტერესებში და ამავე დროს ეს დაეხმარება საქართველოს მოახდინოს ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში. ვარდების რევოლუციის ბნელი მხარე ამ სათაურის სტატიას Financial Times-ი აქვეყნებს. პოლიტიკური რისკების შეფასების საკონსულტაციო ორგანიზაცია Oxford Analytics-ის უფროსი ანალიტიკოსი მაიკლ ტეილორი კორუფციის შემცირებაზე საუბრობს და ამბობს, რომ ქვეყანა ამ მხრივ ნდობას იმსახურებს, მაგრამ ეს სრული სურათი არ არის, ვიდრე სააკაშვილის ადმინისტრაციას აქებენ დაბალ დონეზე კორუფციასთან გამკლავების გამო. ოპონენტები მას ავტოკრატიულ გადახრებსა და კორუფციის მაღალ დონეზე შენარჩუნებაში ადანაშაულებენ, წერს გამოცემა. მაიკლ ტეილორი ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლასა და ოპოზიციის წარმომადგენლებზე დაგესრებულ ჯარიმებს ამახვილებს ყურადღებას. ოპონენტების მიმართ ასეთი უხეში ზომების მიღებით საქართველოს ძირს უთხრის სახელმწიფოს მხრიდან ნაკლები ჩარევის მომხრე ინვესტიციებზე ორიენტირებულ ტექნოკრატული სახელმწიფოს იმიჯს. ეს კარგად არ გამოიყურება და გზავნილია, რომ საქართველოში ბიზნესი საკეთებლად კარგი მეგობრებია საჭირო, წერს ტეილორი. წერილის ავტორს მიაჩნია, რომ ბანკზე ზეწოლა უფრო სერიოზული პრობლემებიდან ყურადღების გადატანის საშუალებაა. სააკაშვილთან დაახლოებული ადამიანთა მცირე ჯგუფი ყველა დიდ ბიზნესს აკონტროლებს. საქართველოში ინვესტიციის დაბანდება მხოლოდ ამ ხალხთან ახლობლობითაა შესაძლებელი დასავლეთში. ისეთი წარმოდგენა აქვს თითქოს სააკაშვილმა კონკურენტული გარემო შექმნა, მაგრამ ეს მხოლოდ ილუზიაა, წერს ანალიტიკოსი. ქართული ოცნების ოფისში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. ბლოგ ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების ლიდერი აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა და ქართული ოცნების ის ხედვა გააცნო, რომელიც აფხაზეთის დაბრუნების გზების ძიებას და დევნილთა პირობების გაუმჯობესებას შეეხება. ჩვენ უნდა მოვახერხოთ რეალურად დემოკრატიული ინსტიტუტებზე დაფუძნებული რეალური დემოკრატიული ქვეყნის აღშენებობა დავიწყოთ და მე ძალიან კარგად ვიცი ეს როგორ უნდა გავაკეთოთ, ძალიან კარგად ვიციან ჩვენს გუნდში, ჩვენ გვაქვს ამის ნება და ჩვენ არ აქვს სხვა უფლებას ვაგზით წავიდეთ. ჩვენ უნდა სწრაფად ავადგინოთ სამართლიანობის განცდა ქვეყანაში, რასაც არ ჭირდება დიდი ინვესტიციები, სასამართლო გახდოს რეალური, გათავისუფლდეს ბიზნესის ზეწოლისაგან, მედია გათავისუფლდეს და ესე შემდგომ. და გარდა ამისა და მთავარი ამის შემდგომ რომ ის დიდი უსამართლობა და ყველაზე დიდი უსამართლობა რაც დღეს მასშტაბურადაა ჩვენს ქვეყანაში რომ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება არ აქვს პროფესიის მიხედვით დასაქმების ჩვენ უნდა დავიწყოთ პირველი წლიდან და რამდენიმე წლის განმავლობაში თანდათანობით მოვახერხოთ ის რომ საქართველოს ყველა მოსახლე შეეძლოს საკუთარ ქვეყანაში დასაქმება, თანაც პროფესიით დასაქმება. ტრაგიკული შემთხვევა ქობულეთში ხანძრის შედეგად ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი რევას სირაძე დაიღუპა. იგი ქობულეთში კოსტავას 59 ნომერში საკუთარ სახლში დასასვენებლად მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. თვითმხილველების თქმით, გუშინ დაახლოებით დილის 9 საათზე მის სახლს ცეცხლი გაუჩნდა. სავარაუდო მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება, თუმცა ჯერჯერობით ხანძრის გამომწვევი მიზეზები გამოძიებისთვის უცნობია. დაიწყო სახლის პირველი სართული და განადგურდა ყველა ის ნივთი, რაც პირველ სართულზე იყო განთავსებული. ადგილზე კრიმინალური პოლიცია მუშაობს.
აგერ წინ მშენებლობა მიმდინარეობს ეს მშენებლობის ხალხი მაშინვე შემოესია შემოახვია სადიელა აი თავიდან დაწყებული ცეცხლია კიდე კაც და ისე გამორბოდა ეს ცეცხლი ამ მადიელების საშუალებით ჩაუქრეს და სასწრაფოდ მისივე ფეხით ჩაჯდა მანქანაში და მივიყვანეთ სანამ სასწრაფო მოვიდოდა ჩვენი მანქანით წავიყვანეთ დიმიტრი შაშკინი ავღანეთში თავდაცვის მინისტრმა და გაერთიანებული შტაბის უფროსმა დევი ჭანგოდაძემ ჰელმანდის პროვინციაში ბაზა შუკვანზე ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულეს. თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები აისაფის სამხრეთ-დასავლეთის რეგიონული სარდლობის მეთაურს გენერალ-მაიორ გურგანუს და ოპერატიული შენაერთის მეთაურს გენერალ-მაიორ ბერგერს შეხვდნენ და მისიის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ჩვენ შეგვაქვს ჩვენი წვლილი სოფლიო გლობალური საფრთხეების დამყარების პროცესში გამაუდროულად ვიღებ ძალიან დიდ გამოცდილებას, რაც არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ჯარის მშენებლობაში. ახალი სამზე ბრუნდება პირდაპირ ეთერში. სასტუმრო შერატონში არასამთავრობო ორგანიზაცია ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელობით კონფერენცია ამ დრომდე მიმდინარეობს. შეხვედრის მონაწილეები წინასაარჩევნო პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, მედიის თავისუფლების პრობლემებსა და პოლიტიკური რეპრესიების საკითხებს განიხილავენ. შეხვედრას ჩვენი კორესპონდენტი თამთა ჯანაძე ესწრება გამოშვების ბოლომდე ჩვენ შემოგთავაზებთ ჩართვა სასტუმრო შერატონიდან. საარჩევნო პორტალზე კი ინფორმაცია 301 ინციდენტის შესახებ განთავსდა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენლებმა განაცხადეს. მათ შორის 198 ზეწოლის ფაქტი გამოიკვეთა, აგრეთვე მრავლადაა მურჩევლის მოსკვევის, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისა და სხვა სახის დარღვევები, რაც შეეხება რეგიონებს. ამ დროისთვის ყველაზე მეტი დარღვევა კახეთის რეგიონში აღმოჩენილი. პორტალზე წინასაარჩევნო დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოქალაქეებს 25:00-ზე შეტყობინების გაგზავნის მეშვეობით შეუძლიათ. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია არის თუ არა ეს არჩევნებთან დაკავშირებული ხომარა? სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით გაცილებით ნაკლებად ხდება არა მარტო წინასაარჩევნო პერიოდში, არამედ ზაფხულის განმავლობაში უფრო ნაკლები შემთხვევები ქონდა, ვიდრე სიტყვაზე გაზაფხულზე ან ზამთარში, მაგრამ არის რიგი დარღვევებისა, რომლებიც გაიზარდა წინასაარჩევნო პერიოდში, მაგალითად ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ანუ საჯარო მოხელების მონაწილეობას წინასაარჩევნო კამპანიაში არაკანონიერად მონაწილეობა, რა თქმა უნდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ზეწოლები, 198 შემთხვევაა, როდესაც ზეწოლები ფიქსირდება. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დარღვევების რეგიონების მიხედვით კახეთის რეგიონში ფიქსირდება. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ოლქების მიხედვით მუნიციპალიტეტების დონეზე გორში ფიქსირდება. დავუბრუნდებით კვლავ სასტუმრო შერატონს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის ხელმძღვანელობით კონფერენცია მიმდინარეობს. შეხვედრას ჩვენი კორესპონდენტი თამთა ჯანაძე ესწრება და ის ახლა პირდაპირ ეთერში ისაუბრებს. დეტალებით თამთა გისმენთ. კონფერენცია უკვე რამდენიმე საათია ქართული მედიის თავისუფლების ხარისხზე საუბრით გრძელდება. როგორც ერთ-ერთი მომხსენებელი ლაშა ტუღუში აღნიშნავს, ქართული მედიის თავისუფლების ხარისხზე დიდწილად არის დამოკიდებული საარჩევნო პროცესის სწორად წარმართვა. კონფერენციის მონაწილეები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მასტქერი არჩევნების შემდეგ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და გარდა ამისა, სოფელში მცხოვრები ადამიანების უფრო მეტად ინფორმირებულობისთვის აუცილებელია მოიხსნას ის აკრძალვები, რომელიც სატენტურ თებშებთან დაკავშირებით არსებობს. არის რამდენიმე ტიპის პრობლემა. ერთ-ერთი არის სწორედ ჟურნალისტების დევნა, ფიზიკური ძალადობა, მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა. არის ასევე პრობლემები ინფორმაციის გავრცელებასა და მიღებასთან დაკავშირებითაც, როგორც ენებად ცნობილი ისტორია მაესტროს თებშებთან დაკავშირებით. ასევე მასტგერის დასრულება კანონით არჩევნების წინადღეს. ფულის თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, არის აბსოლუტურად გაუმჭირვალე და საკმაოდ დიდი რესურსები ისევ მიედინება როგორც ჩანს კონტროლირება ტელევიზიებში. აქ იწყება არა მოქმედებებიდან, არამედ კანონმდებლობიდან. კანონმდებლობაში ახარვეზებია, რომელიც გამოყენებად შეუძლია მმართველ პარტიას თავის სასარგებლოდ და შემდეგ საარჩევნო სიები
როგორ არის ის ხელოვნურად გაბერილი და როგორ შეიძლება გამოიყენოს ნაციონალურ მოძრაობამ თავის სასარგებლოდ არჩევნების გასაყალბებლად და დამთავრებული პრაქტიკული მოქმედებებით, რომელიც ეხება კონკრეტულად პოლიტიკურ რეპრესიებს, ქვების როლიდან დაწყებული და ხელოვნურად შექმნილი ბრალდებებით ადამიანების ადმინისტრაციული თუ სისხლისამართლებრივი წესით დაპატიმრებებით. კონფერენციის რამდენიმე წუთის წინ შეუერთდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი და ის კონფერენციის მონაწილეებს გააცნობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხედვას წინასაარჩევნო გარემოსთან მიმართებაში. დიდი მადლობა თამთა ჯანაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. თავისუფალი საქართველოს ლიდერმა კახა კუკავა მედიას აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა. საქართველოს პარლამენტში დეპუტატობისთვის ბათუმიდან რამინ პაბიძე იბრძოლებს უმაღლესი საბჭოს არჩევნებში კენჭს გურამ თურმანიძე იყრის. კუკავამ კიდევ ერთხელ გამოთქვა სურვილი ოპოზიციურ პარტიებთან მაჟორიტარობის ერთიან კანდიდატებზე შეთანხმებასთან დაკავშირებით. თავისუფალი საქართველოს ლიდერმა პარტიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აჭარაში თურქული გავლენის შეჩერება დაასახელა. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპული პოზიცია. აჭარის თურქიზაცია, რომელიც ხდება დღეს კულტურულ პლანშიც, ეკონომიკურ პლანშიც და დემოგრაფიულ ასპექტშიც, ეს უნდა იქნეს შეჩერებული ძალიან მკვეთრი და გადამჭრელი ზომებით. ძირითადი საკითხები, ანუ მიმართული საქმიანობა აქეთკენ რომ მოხდეს ფართომასშტაბიანი ამნისტია, ასევე ნარკომანიასთან დაკავშირებით აუცილებლად იქნება მნიშვნელოვანი ბრძოლა რომ მოხდეს ამ ადამიანების ავადმყოფებად აღიარება და მათი მკურნალობა და არა საპატიმრო ადგილებში განთავსება, ასევე იქნება მნიშვნელოვანი საპენსიო ასაკის დაწევა, ასევე იქნება მნიშვნელოვანი საარსებო მინიმუმის განსაზღვრა, რაც ადეკვატური იქნება და არა საკეკლოცო და თავმოსაწონი. ჩვენ უბრუნდებით სამტრედიას, სლობოდას ხეობაში სპეცოპერაციის სასტაყუპულ სამხედრო ექიმს ვლადიმერ ხვედელიძე სამტრედიის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დღეს დაკრძალავენ. ნოდარ ჩაჩუა იმყოფება სამტრედიაში და ის ახლა პირდაპირ ეთერში ისაუბრებს. ნოდარ, გისმენთ. თავდაცვის სამინისტრო სპეციალური ოპერაციების ექიმი კაპრალი ვლადიმერ ხვედელიძეს ამ წუთებში სწორედ გრძალავენ ილორის სასაფლაოზე, სადაც მამათა სასაფლაოზე, სადაც არის საკუთარი შთამომავლები დაკრძალული. დღეს მთელი დღის განმავლობაში სამგლოვიარო პროცესია მიმდინარეობდა საკუთარ სახლში, საკუთარ მშობლიურ სახლში, აქ სამტრედიის რაიონში. ჩვენ მედიის წარმომადგენლებს სპეციალური დაცვის სამსახურმა გამოგვიყო სპეციალური პრეს-ზონა, შესაბამისად არ ჰქონდა შესაძლებლობა სამგლოვიარო პროცესიისთვის თვალყური გვედევნებინა, შესაბამისად არ გვაქვს ინფორმაცია იმყოფებოდნენ თუ არა ძალოვანი უწყების პირველი პირები ამ თავად პროცესიაზე და იღებდნენ თუ არა სამგლოვიარო პროცესიაში მონაწილეობას. სულ ცოტა ხნის წინ დღეს დილიდან შეინიშნებოდა სამტრედიის ქუჩებში დაცვის უპრეცედენტო ზომები და ვრცელდებოდა ინფორმაცია საქართველოს პირველი პირის ქვეყნის პრეზიდენტის აქ ჩამოსვლასთან დაკავშირებით, თუმცა ეს ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა ჩვენ არ დაგვიდასტურა და გაგვიცხადა რომ თუ კი ასეთი ფაქტი იქნებოდა, მაშინ პრესსამსახური ვიდეო მასალას მედიას თავად მიაწოდებდა. სულ ცოტა ხნის წინ კი დაახლოებით რამდენიმე წუთის წინ, მაშინ როცა უკვე სამგლოვიარო ვლადიმერ კაპრალის სამგლოვიარო მსვლელობა მიმდინარეობდა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ილორის სასაფლაომდე, დაჯდა პრეზიდენტის ვეტმფრენი, თუმცა ამ დრომდე ჩვენთვის უცნობია იმყოფებოდა თუ არა, ამ დრომდე არის უცნობი ჩვენთვის იღებს თუ არა მონაწილეობას სამგლოვიარო ცერემონიალში თავად ქვეყნის პირველი პირი. რაც შეეხება ოფიციალური კომენტარი დღეს ჩვენთან მედიასთან არავის არ გაუკეთებია, ასევე როგორც ახლობლები, ასევე მისი ნათესავებიც მედიასთან საუბარს ერიდებიან. დიდი მადლობა. სამტრედიიდან ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა და ამ წუთებში ჩვენმა კორესპონდენტმა მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ დუისის სასაფლაოზე პანგისის ხეობაში სწორედ ამ წუთებში მიმდინარეობს ბაჰაუდ ბაღაკაშვილის დაკრძალვა. ეს არის ერთ-ერთი მოკლული, რომელიც მცხეთის ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლეს. რაც შეეხება დღის სხვა მნიშვნელოვან ამბებს, გურამ ჩახვაძე, ანდრია ურუშაძეს და დავით უსუფაშვილს ტელედებატებში იწვევს. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ამის შესახებ პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, საჯარო დებატები არის კარგი საშუალება, რათა პარტია ამორჩეულს და უმტკიცონ საკუთარი ხედვების სისწორე. საჯარო დებატები თითოეულ ჩვენს მოქალაქეს საშუალებას აძლევს განსაზღვროს, რომელია მისთვის მისაღები, განაცხადა ჩახვაძემ. ასევე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა დაასახელა ის თემები, რაზეც დებატები უნდა გაიმართოს. ეს საკითხებია ეკონომიკა, ჯანდაცვა, პენსიები და განათლება. იმისთვის რომ ჩვენი მაყურებლისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის უფრო ნათელი იყოს, თუ რას თავაზობს ესა თუ ის კონკურენტი და პარტია თავის ამორჩეველს, ამის ყველაზე კარგი საშუალება არის ტელედებატები. გასაგები მიზეზების გამო ჩვენ გვყავს ორი ესეთი
მოქმედი გმირი, ამ შემთხვევაში ეს არის ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება და მე მაქვს სურვილი რომ შევხვდე მათ წარმომადგენლებს და ტელემაყურებლების თვალწინ გავმართოთ საჯარო დებატები. საარჩევნო პროგრამაზე განცხადებას აკეთებენ ლეიბორისტები. სოსო შატბერაშვილის განცხადებით მათი პარლამენტში მოსვლისთანავე აეგზალება უცხოეთის და საზღვარგარეთ რეგისტრირებულ მოქალაქეებზე მიწების მიყიდვა, ხოლო მათ ვისაც უკვე შეძენილი აქვს საქართველოში სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწები, 6 თვის ვადაში უნდა გაასხვისონ საქართველოს მოქალაქეზე, სანაცვლოდ კი კომპენსაციას აიღებენ. მისივე განცხადებით აღნიშნული კანონპროექტი მიღებულია ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში და არ წინააღმდეგება საერთაშორისო პრინციპებს. აი ამ კანონპროექტის მიხედვით თუ კი ის მიღებული იქნება და ძალაში შევა, პირი, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის, ეკრძალება სასოფლო სამეურნეო მიწების ყიდვა და გაყიდვა, ხოლო პირებს, რომლებსაც უკვე აქამდე შესყიდული აქვთ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა 6 თვეში ვალდებულნი არიან ის გადაუფორმონ საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირს. ამით ჩვენ გავაკეთებთ საქმეს, რისთვისაც იბრძოდა დიდი ილია. კობილეთში ქართული ოცნების ოფისი დაარბიეს, ამის შესახებ კოალიციის წევრები აცხადებენ. მათი თქმით, ინციდენტი დილის 6 საათზე მოხდა, როგორც თვითმხილველები მეცხრე არხთან საუბრობენ. ახალგაზრდა მამაკაცი რაულ ხუნდაძე ოფისის კარის შემთხვევას ცდილობდა, იგინებოდა და ბიძინა ივანიშვილისთვის ოფისის მიქირავებას აპროტესტებდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა რაულ ხუნდაძე ნარკოლოგიურ ცენტრში წაიყვანეს, ამ დროისთვის იგი გათავისუფლებულია. ბათუმის ცენტრალურ ოფისზე წუხელ ორი ახალგაზრდა მთვრალი მოვიდა, რომელიც უშვერი სიტყვებით ილანძღებოდა. ბერას კონცერტის წინ ბათუმის ცენტრალურ ოფისში ასეთივე ფაქტი პრაქტიკულად დაფიქსირდა. ეხლა უკვე აშკარად ძალადობას აქვს ადგილი. დაახლოებით 6:10 წუთი იქნებოდა, რომ გამაღვიძა ჩემო ოჯახის წევრმა და გითხრა, რომ შუშას აზიანებ, დალეწა ვიღაცამ შუშა და იყო თავდასხმა ოფისზე და გამოვედით ყველა ოჯახის წევრები და ნახეთ, რომ ვიღაცა კაცი გამიზნულად აკეთებდა, ჩალეწა შუშა, აგინებდა ყველაფერს. მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ ფოთელი ქრისტიან-დემოკრატები პარტიის ფოთის მაჟორიტარობის კანდიდატი ლაშა ბერაია იმ კორპუსების მცხოვრებლებს შეხვდა, სადაც რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტი იმყოფებოდა. შეხვედრაზე ადგილობრივებმა ყურადღება მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასა და უმუშევრობაზე გაამახვილეს. გვიყვარს ეს პიროვნება, ხშირად მოდის, კითხულობს პრობლემებს, მაგრამ ის პრობლემად რჩება, იმიტომ რომ დღეს ძალა არ აქვს ისეთი, რომ მაგან გაგვიკეთოს რაც გასაკეთებელი. ეს უბრალოდ არის თვალის ახვევა, აქ ორი საქანელა და ის ერთი ჩამოზარჯდომ. ეს ამეზოს არ შველის, არ არის არც არხები, არაფერი. სადარბაზოებში წყალი შემოდის. საშინელი ერთი საფეხური უკვე იფარება. პადულები დატბორილია. ყველა პრობლემატურ საკითხზე არის საუბარი მიმდინარეობს დიალოგის რეჟიმში, უამრავი პრობლემა აწუხებთ მათ, ეს ჩვენთვისაც ცნობილია მეტნაკლებად, ბუნებრივია ჩვენი მხრივ ვაცნობთ ჩვენს ინიციატივებს და პროგრამებს იმ შემთხვევაში პარლამენტში თუ რა საკითხებს გავიტანთ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასაცავად, არის საკმაოდ საინტერესო შეხვედრა. ქართული ოცნების გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოსო ჯაჭვლიანი მუხიანში მოსახლეობას შეხვდა და წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო. პრიორიტეტები, რაზეც მან ამორჩეულთან ისაუბრა, უმუშევრობა და სამართლიანობის აღდგენაა. ასევე მან ყურადღება გაამახვილა საზღვარგარეთ ყოფ ადამიანებზე, რომლებიც მატერიალური სიდუხჭირის გამო სამშობლოს ტოვებენ. ამ ფაქტს დეპუტატობის კანდიდატმა სამარცხვინო უწოდა. ჯაჭვლიანმა კანონის უზენაესობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტისთვის და ჩვეულებრივი მოქალაქისთვის კანონი ერთი უნდა იყოს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის ის, რაც ხალხს აწუხებს, სამართლიანობა, სამუშაო ადგილები და ხალხია გაგიჟებული იცით რაზე? შუქმა და ნაგაუმა გააგვწყვიტა წელშიო. ასე რომ უამრავი პრობლემებია. ჩვენც დავიღალეთ ამოდენა უსამართლობით და ყველანაირი ყველაფერთ. იმედი გვაქვს, რომ ამ ქვეყანას რაღაცა ეშველება. აიმიტომ მოვედი აქ. სოსო გვესაუბრება ჩვენი ქვეყნის ამ მდგომარეობიდან გამოსვლის გზებზე. უშუალოდ პირველი ეტაპის ამოცანა არის, როგორ მოვიგოთ არჩევნები. როგორ გაიმართოს ქართულმა ოცნებამ, კოალიციამ მთლიანად, რომ უკეთესი მომავალი ქონდეს საქართველოს, დაალაგდეს ქვეყანა, ხალხსაც ეშველოს.
ხმას არ მივცემ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოში დემოკრატიის პრობლემაა, ასე მიმართა დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტმა აბრაამმა მიუნხენის ქართულ საალოცავში შეკრებილ ემიგრანტებს. მეუფის 2 სექტემბრის ქადაგების ვიდეო ჩანაწერი გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა გამოაქვეყნეს. კადრებში კარგად ჩანს, რომ საკვირაო ლიტურგიას თბილისის ვიცე-მერი მამგა ახვლედიანიც ესწრება. მიტროპოლიტი აბრაამი 1 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნებისგან დიდ ცვლილებებს არ ელოდება. მისივე აზრით, მორიგი არჩევნები წინამორბედის მსგავსად ჩაივლის. მიტროპოლიტმა ამბიონიდან ის სასულიერო პირებიც გააკრიტიკა, რომლებიც პოლიტიკური პარტიების აქციებს პერიოდულად უერთდებიან, თუმცა ქართველი ემიგრანტების აზრით თავად მიტროპოლიტის ქადაგება არც ისე დაფარულ საარჩევნო აგიტაციას გავდა მართველი პარტიის სასარგებლოდ. მიუხედავად იმისა, რომ არგონია რაღაცეების ცვლილებებმა ოქტომბერში ნებისმიერ შემთხვევაში პრეზიდენტ ზაქარი იმისთვის, რომ ითანამშრომლებს ნებისმიერ ხელისუფლებას, რომელსაც ქართული ხალხი აიჭირებს. არჩევნები ჩაივლის იქ ესე როგორ ჩადგინდა პრობლემა. ყოველთვის შეიძლება ესადაც და მისი შედეგი მე ვფიქრობ, რომ საქართველოს უმრავლესობისთვის აბსოლუტურად ცხადია. ვერასოდეს ხმას მიწარას, რომელიც აფხაზეთს საქართველოს პრობლემად არ მიიჩნევს. მიიჩნევს, რომ საქართველოში დემოკრატიის პრობლემა. იმას ეცამოს, რომ საქართველოს დაიწყო რუსეთის პრობლემა. ალბათ ამის უფლება ასევე როგორც თქვენი თვალიდან ახლის საფუძველზე იღებთ ამ გადაწყვეტილებას. სამძნელია და ეთანხმება იმას, რომ მაჟორიტარულად საქართველოს ადამიანი, რომელიც ჯავახეთის საქართველოსთან გამოვიდას მოიწევს. უფლებადამცველთა გაერთიანება მართულ პარტიას საარჩევნო კოდექსის 46 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევაში ადანაშაულებს, რომლის თანახმადაც ბეჭდვითი სააგიტაციო მასალები შეიძლება გამოიფინოს შენობა ნაგებობებსა და სხვა ობიექტებზე მათი მესაკუთრის ან მფლობელების თანხმობის შემთხვევაში. გაერთიანების თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, ბინების სადარბაზოებსა და ლიფტებში ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პლაკატები ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა თანხმობის გარეშეა გაკრული. უფლებადამცველები წესის დარღვევასთან დაკავშირებით მასალებს უწყებათა შორის კომისიას გადაუგზავნიან. ჩვენ აუცილებლად გადავაგზავნით უწყებათა კომისიაში მასალებს ამის საკითხთან დაკავშირებით, ხორომ მოსახლეობას მოუწოდებთ. თუ კი არ შედგენილა მსგავსი ოქმები ამხანაგობისა, არ მიუციათ მათ თანხმობა მსგავსი ტიპის სააგიტაციო მასალების გამოფენაზე, მათ შეუძლიათ ჩამოხსნან ეს მასალები, ვინაიდან ეს არის საარჩევნო აგიტაციის წესების დარღვევა. ქუთაისის მერიამ ნინოშვილის სკვერში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. რეაბილიტაციის ფარგლებში მერიის საგანგებო სამსახურის მიერ სკვერში მდებარე საბჭოთა მემორიალური ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა. როგორც ირკვევა, მემორიალური ძეგლის ადგილზე საბავშვო ატრაქციონები განთავსდება. ატრაქციონების მონტაჟს კერძო ფირმა ექსიმ ჯორჯია განახორციელებს. ატრაქციონები უნდა დამონტაჟდეს. და ეს მოიხსნება ესე. ეს მოიხსნება თავისთავად. როდის დაიწყო მუშაობა? როდისთვის იწყება ატრაქციონების დამონტაჟი? ყვალდილიდან დაიწყება, შეიძლება დღესვე. იგი იყო კომუნისტების დროს, მოდიოდნენ სამხედრო ნაწილიდან, აქ პარადს ატარებდნენ. და იყო ამბები, მაგრამ ახლა რა ვიცი, ახალი ცხოვრება მევიდა და ახალი უნდადებით ყოფდა. საჩხერეში ებრაული საალოცავის პრეზენტაცია გაიმართა. ახალი შენობა ძველი საალოცავის ადგილზე აშენდა. სპეციალურად ამ დღისთვის ისრაელიდან ქართველ ებრაელთა რაბინი შამუელ ფანიკაშვილი ჩამოვიდა, რომელმაც საალოცავის აღდგენისა და განახლების რიტუალში მიიღო მონაწილეობა. მთავარი რაბინის თქმით, საჩხერეში ებრაული საალოცავის აღდგენა დიდი რაბინების შეკრებაზე გადაწყდა, როდესაც მსოფლიოს ყველა კუთხეში ებრაული წმინდა ადგილების შენარჩუნების საკითხი დაისვა. ებრაული საალოცავის მშენებლობის ნაწილი საჩხერის მუნიციპალიტეტმა დააფინანსა. საუკუნეების განმავლობაში იყო სალოცავი და იქ აღავლენებოდა ლოცვები და იყო სიწმინდე და სიხასე. აუცილებელი არის მისი შენარჩუნება, თუ კი არის რაღაც ნიშანწყალი მისი, რა თქმა უნდა, დარჩენილი. ებრაული თემი საჩხერის ცხოვრებაში ისტორიულად ძალიან დიდ როლს თამაშობდა. დაახლოებით მე-13 მოსახლეობის ებრაული თემის წარმომადგენლები იყვნენ და მუნიციპალიტეტმა თავისი წვლილი გაიღო აქ. საგდენი კედლები აღვადგინეთ და ძალიან კარგი შენობა მივიღეთ, ძალიან კარგი დატვირთვით.
გამშვებას უცხოეთიდან მიღებული ინფორმაციით განვაგრძობთ ევროკომისია ევროპის ცენტრალური ბანკის უფლებების გაზრდის ინიციატივით გამოდის. ამასთან დაკავშირებით ბრიუსელში მსჯელობენ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ეკონომიკურ საკითხებში ოლი რენი ევროზონის ყველა ბანკზე ევროპის ცენტრალური ბანკის კონტროლს და საბანკო კავშირის შექმნას ითხოვს. რენის ეს გეგმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო. მის თქმით ბრიუსელის ინიციატივა გერმანიის ბანკების უმრავლესობას თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებს. ახალ გეგმას ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო 12 სექტემბერს წარადგენს. როგორც წინა წლებში დავინახეთ, პატარა და საშუალო ზომის ბანკები ფინანსურ არეულობას ქმნიდნენ. ჩვენი მიდგომა ევროზონის ყველა ბანკის ზედამხედველობას ითვალისწინებს. ამ სისტემის გული კი ევროპის ცენტრალური ბანკი იქნება. ტრაგიკული ინციდენტების მიუხედავად ნატო ავღანეთში გეგმების შეცვლას არაპირებს კოალიციის ძალებზე. ბოლო პერიოდში მომხდარ თავდასხმებს ნატოს გენერალური მდივანი გამოეხმაურა. ანდერს ბოგ რასმუსენი თალიბების მარცხში დარწმუნებულია. აგვისტო ავღანეთში ნატოს ძალებისათვის ყველაზე მძიმე იყო. თალიბებთან ბრძოლას 53 ჯარისკაცი შეეწირა. აქედან 15 სამხედრო ავღანეთის არმიის ფორმაში გადაცვლულმა ტერორისტებმა დახოცეს. გახშირებული თავდასხმების მიუხედავად ISAF-ის მისია გეგმის მიხედვით გაგრძელდება. არ უნდა დაგვაუწყდეს თალიბანი. ისინი სამხედრო გამარჯვებას ვერ მიაღწევენ, მაგრამ ეცდებიან ძირი გამოუთხარო ნდობას, რაც ISAF-სა და ავღანურ არმიას შორის არსებობს. არ გამოვრიცხავ, რომ თალიბები ავღანეთის უსაფრთხოების ძალებში თავიანთი მომხრეების ჩანერგვა შეეცდებიან, მაგრამ ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ და ჩვენ სტრატეგიას ვერ შეცვლიან. გახშირებული თავდასხმების გამო ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მომზადების პროგრამა დროებით შეჩერდა. ერთობლივი წვრთნების გადადებასთან დაკავშირებით განცხადება საერთაშორისო უსაფრთხოების ძალების ბრიგადის გენერალმა გააკეთა. ჩვენი მეთაურის მოადგილემ წვრთნების შეჩერებასთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე გაავრცელა. პოლიციის რეკრუტების მომზადების პროგრამა დროებით შეჩერებულია. აღელვებული ვართ მომხდარის გამო. დღეს ავღანელ პარტნიორებთან ერთად მსგავსი ტრაგედიების თავიდან აცილების მექანიზმებზე ვიმსჯელებთ. 2012 წელს ავღანეთში კოალიციის 322 ჯარისკაცი დაიღუპა. ყველა ცეცხელი წერტილები ჰელმანდისა და ყანდაარის პროვინციებია. 2014 წელს ნატო ძალაუფლებას ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს მთლიანად გადააბარებს. წითელი ჯვრის ახლადარჩეული პრეზიდენტი კი სირიაშია. პიტერ მიურერი დღეს ბაშარ ასადს უნდა შეხვდეს. წითელი ჯვარი ჰუმანიტარულ დერეფანს მოითხოვს. ორგანიზაციის პრეზიდენტი დამასკოში 3 დღე დარჩება ამ ეტაპზე. სირიაში წითელი ჯვრის 50 ადგილობრივი და უცხოელი თანამშრომელია. დღესვე სირიის სამოქალაქო ომთან დაკავშირებით ნატოს გენერალურმა მდივანმა განცხადება გააკეთა. ანდერს ბოგ რასმუსენის თქმით, იმ შემთხვევაში თუ სირიის მეზობელ თურქეთს საფრთხე დაემუქრა, ალიანსი საჭირო ზომებს მიიღებს. კაფიო და ერთიანი პოზიცია გვჭირდება, რასაც საერთაშორისო საზოგადოება დააფიქსირებს და სირიელთა მისწრაფებებს დაეფუძნება. პოლიტიკური გადაწყვეტილება გვესაჭიროება. სირიაში განვითარებულ მოვლენებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ყურადღებით აგვირდება. თურქეთი ნატოს წევრი და სირიის მეზობელია. მზად ვართ ნებისმიერი ქმედებისთვის თურქეთის დასაცავად. სომხეთსა და უნგრეთს შორის დიპლომატიური სკანდალი გრძელდება. უნგრეთის მთავრობის მიერ სომეხი ოფიცრის მკვლელობისთვის დაპატიმრებული აზერბაიჯანელი რამილ საფაროვის ბაქოსთვის გადაცემის ფაქტს ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ეხმაურება. იგი უნგრეთისგან ახსნა განმარტებას ითხოვს. თავის პოზიციას აფიქსირებს მოსკოვიც, რომელმაც საფაროვის ბაქოსთვის გადაცემის ფაქტი დაგმო. სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარკისიანი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მზადაა აზერბაიჯანის შესაძლო აგრესიას უპასუხოს. ბაქოში კი სომხეთის რეაქციას პოლიტიკურად მოტივირებულსა და ისტერიულს უწოდებენ. რამდენიმე დღის წინ ერევანში უნგრეთის საკონსულოსთან დემონსტრანტებმა უნგრეთის დროშები დაწვეს და საკონსულოს კვერცხები დაუშინეს. ჩინეთი და ვიეტნამი თავდაცვისა და უსაფრთხოების თემებზე საუბრობენ. ორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროებს შორის რიგით მე-6 კონსულტაციებს ჰანოი მასპინძლობს. მიღწეულია შეთანხმება აქტიურ სამხედრო თანამშრომლობაზე. ორი ქვეყნის შეერაღებული ძალები გააღრმავებენ კონტაქტებს და იზრუნებენ კონსენსუსზე. პეკინი და ჰანოი რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის თანამოქმედების პირობას დებენ. ორ დედაქალაქს შორის ასევე შეთანხმდა მაღალ და უმაღლეს დონეზე ვიზიტების სისტემატიური გაცვლის აუცილებლობა.
8 წლის განმავლობაში ჩინეთის თავდაცვის მინისტრის პირველი ვიზიტი ინდოეთში. ჩინეთის თავდაცვის მინისტრი 4 დღიანი ვიზიტით ინდოეთს სტუმრობს და კოლეგასთან ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს. პეკინსა და დელის სპეციალური და კომპლექსური ურთიერთობები აქვს. ჩინეთი დელისა და ვაშინგტონის ახლო ურთიერთობების გამო მუდამ ფრთხილობს და ინდოეთში კარგად ახსოვთ ნახევარი საუკუნის წინანდელი სასაზღვრო ომიც ჩინეთთან. მინისტრების შეხვედრების დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება, მაგრამ ექსპერტების ვარაუდით მათ ავღანეთისა და პაკისტანის საკითხებსა და უსაფრთხოების საერთო გამოწვევებზე იმშელეს. გერმანიაში ლუფთანზას ეკიპაჟის წევრების გაფიცვა განახლდა. გერმანიის უმსხვილესი ავიაკომპანიის თანამშრომლებმა ფრანკფურტისა და ბერლინის აეროპორტებში მუშაობა 8 საათით შეწყვიტეს, რასაც 300 რეისის გადადება მოყვა. 5 დღის წინ ფრანკფურტის აეროპორტში 8 საათიანმა გაფიცვამ ავიაკომპანია მილიონობით ევროთი დააზარალა. 26,000-მდე მგზავრი კი შეაფერხა. ლუფთანზას ეკიპაჟის წევრები ხელფასის გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. ეკონომიკური კრიზისის ფონზე ავიაკომპანია 1,5 მილიარდ ევროს ეკონომიის მიზნით მომდევნო 3 წლის განმავლობაში 3,500 თანამშრომლის დათხოვნას გეგმავს. კვლევის წერილები ნორვეგიაში ამ სახელწოდებით ტერორისტ ანდერს ბრეივიკის პირადი მიმოწერის შესახებ წიგნი გამოვიდა. წიგნის ავტორი ცნობილი ნორვეგიელი ჟურნალისტი და მწერალი ჰეტილ სტურმაკია. წიგნში თამოყრილია ჰაკერების მიერ ბრეივიკის ელექტრონული ფოსტიდან მოპოვებული 7,000 ელექტრონული წერილი. წიგნის ავტორი წერილებს 1 წლის განმავლობაში ინახავდა და ისინი მხოლოდ სასამართლოს განაჩენის შემდეგ გამოაქვეყნა. წერილების ასლი კი პოლიციას გადასცა. გასულ თვეს 77 ადამიანის მკვლელობისთვის ანდერს ბრეივიკს სასამართლომ 21 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. შეერთებული შტატების საპრეზიდენტო მარათონში ზომბი ჩაერთო. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსიარულე გვამი ავტობუსით მოგზაურობს. მეგზურობას მას ადამიანი მეუღლე უწევს, რომელსაც მედიასთან ურთიერთობა აკისრია. ზომბის საპრეზიდენტო კამპანია ტელეკომპანია AMC-ის PR კამპანიის ნაწილია. ტელეარხი ამ ორიგინალური აქციით 14 ოქტომბერს ზომბების შესახებ ცნობილი ტელენოველის მესამე სეზონის გახსნის პოპულარიზაციას ცდილობს. რედბულის იმპერიის მემკვიდრე და ტაილანდის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ოჯახის წევრი პოლიციელის მკვლელობაში აეჭვიდანილი. გამოძიების ვერსიით 27 წლის ვორაიუ დიოვიდჰაიმს ბანგკოკში დილის 5 საათზე ფერარის მარკის ავტომობილით პოლიციელი გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიცია ავარიის ადგილზე მანქანიდან გამჟონილი ზეთის ყვალს გაყვა და ენერგოსასმელის იმპერიის მფლობელთა ვილას მიადგა, სადაც დაზიანებული ფერარი იპოვა. აეჭვიდანილი პოლიციამ დასაკითხად პოლიციაში გაიყვანა, საიდანაც მალევე თავდებით გაათავისუფლეს. მადრიდის მოდის 56 კვირეული დასრულდა. მსოფლიო მოდის მოყვარულებს 2013 წლის კოლექცია 41 ესპანელმა დიზაინერმა წარუდგინა. მათ შორის იყვნენ აგატა რუის დე ლა პრადა, დევიდ დელფინი და ხესუს დელ პოზო. მოდის კვირეულზე სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ მსოფლიოს წამყვანი სტილისტების დახმარებით პედიეცადათ მაკიაჟის კეთებასა და ვარცხნილობაში. მადრიდის მოდის კვირეული ესპანეთის მთავრობის სუბსიდირებით პირველად 1985 წელს გაიმართა. მას შემდეგ წელიწადში ორჯერ ტარდება და ისეთივე მნიშვნელობის მოვლენაა მოდის სამყაროში, როგორც მილანის, პარიზის, ლონდონისა და ნიუ-იორკის მოდის კვირეულები. გამოშვებაში ახლა რეკლამის როა დაგველოდეთ. ჩვენ ვსაუბრობთ მთავარ მოვლენებზე და მათ მიზეზებზე. დღის სტუმარი მთავარი კითხვის პირისპირ. უკომპრომისო დიალოგი და თქვენი კითხვები, რომლებიც უპასუხოდ არ რჩება. მეცხრე არხზე, საღამოს 10 საათზე, ეკა ბერიძის მთავარი კითხვა. თუ გამოგჩა რომელიმე სიუჟეტი ან გადაცემა, ეწვია YouTube-ს, საძიებო ველში აგრიფე მეცხრე არხი. გადადი ოფიციალურ გვერდზე და გამოიწერე სიახლეები. აქ იხილავ ყველა საინფორმაციო გამოშვების და გადაცემის არქივს. კონკრეტული ვიდეო ფაილის მოსაძებნად გამოიყენე ძიების ველი ან გადადი პლეილისტების გვერდზე. სადაც მასალა გადაცემების და თარიღების მიხედვით არის დალაგებული. ის რასაც აქამდე ვერ ხედავდი, ვერ ისმენდი, ვერ ამბობდი. ის რაც აქამდე მიუწვდომელი იყო. ხელისუფლების სახიფათო კავშირები და ფარული გარიგებები. დანაშაულის ანალიზი, ფაქტი, მოტივი და უფლება, რომელსაც გართმევენ. საჯაროდ დამალული დოკუმენტები. აღმოაჩინეს სიმართლის ანატომია.
ეს არის ახალი 3 საათზე სოფელ დუისის სასაფლაოზე ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციისას დაღუპული ბაჰაოდ ბაღაკაშვილის დაკრძალვა მიმდინარეობს. ჩვენ კადრები რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ ბანკის ხეობიდან და შეგვიძლია ახლა ეს ვიდეო მასალა პირდაპირ ეთერში ვნახოთ. და გამოშვების ბოლოს კიდევ რამდენიმე ინფორმაცია. ბერა ივანიშვილის კონცერტი დღეს რუსთავში გაიმართება. ტურნეს ფარგლებში შოუ პროგრამა საფეხბურთო კლუბ მეტალურგი სტადიონის წინ საღამოს 8 საათზე დაიწყება. ადგილზე მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. დეტალებით ჩვენი ჟურნალისტი თამარ გოგესაშვილი ისაუბრებს ახლა პირდაპირ ეთერში. ბერა ივანიშვილის კონცერტისთვის სამზადისი აქ წუხელ დაიწყო. მეტალურგის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დამონტაჟებულია სცენა, განათებისა და გახმოვანების აპარატურა. შოუ პროგრამა კი, რომელიც საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდება, აქ 8 საათზე დაიწყება. ბერას დღეს ეყოლება სტუმარი, თუმცა ვინ იქნება ეს შემსრულებელი კონცერტის ორგანიზატორები წინასწარ არ ახმოვანებენ. მისი ვინაობა კი შოუ პროგრამის მიმდინარეობისას გახდება ცნობილი. რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, გუშინ ქალაქის მასშტაბით გაიკრა საინფორმაციო აფიშები, რომლის დროსაც ინციდენტი მოხდა, როგორც მეცხრე არხის მაყურებლისთვის უკვე ცნობილია. რუსთავის საკრებულოს წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან კახაც ერცვაძემ და 35 საუბნო კომისიის თავმჯდომარემ დავით კაპანაძემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს საორგანიზაციო ჯგუფის წევრს ლაშა ხოტენაშვილს. მან უკვე მიმართა სამართალდამცველებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება ტერიტორიას, სადაც იმართება კონცერტი, კონცერტის ორგანიზატორებმა ქალაქ რუსთავის მერიას მიმართეს თხოვნით და მოითხოვეს კონცერტის ჩასატარებლად მთავარი მოედანი, თუმცა მათგან უარი მიიღეს. უარის ოფიციალური მიზეზი კი ის გახდათ, რომ მთავარ მოედანზე იმართებოდა თავად მერიის მიერ ორგანიზებით ღონისძიება და ეს არის ფესტივალი შემოდგომის რუსთავი, რომელიც გუშინ დაიწყო და წელს პირველად ტარდება. ბერა ივანიშვილის კონცერტი კი რუსთავის შემდეგ უკვე ქუთაისში 6 სექტემბერს გაიმართება. დიდი მადლობა. რუსთავიდან თამარ გოგესაშვილი საუბრობდა. ლიბერალი კი 8 თვიანი პაუზის შემდეგ კვლავ გაყიდვაშია. ჟურნალის 105 ნომერი დღეს გამოვიდა. დღეიდან ლიბერალი ყოველ ორშაბათს გამოვა და მისი შეძენა როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში იქნება შესაძლებელი. ხელმისაწვდომი იქნება ჟურნალის ელექტრონული ვერსიაც, რომელიც 3000-მდე ადრესატს ეგზავნება. როგორც რედაქციაში ამბობენ, ჟურნალი კვლავ ეცდება იყოს მიუკერძოებელი და სიღრმისეული. 8 თვიანი პაუზის მერე შევძელით, რომ აღვედგინა ჩვენი ჟურნალი. ამის საშუალება ჩვენ მოგწვა იმან, რომ გავაფორმეთ სარეკლამო კონტრაქტი მეცხრე არხთან, რომელიც ჩვენთვის იქცა დამატებით შემოსავლად იმისთვის, რომ დაგვებრუნებინა ბეშტური გამოცემა. თუმცა ჩვენს მთავარ დაფინანსების მთავარ წყაროდ, ასე ვთქვათ, ორ წყაროდ რჩება აირექსის მედიის მხარდაჭერის პროგრამა, ისევ როგორც სოროსის ფონდი. ვცდილობთ, რომ ყველა თემა, რომელიც დაიგეგმება და გავაკურის ნომერში, იყოს სიღრმისეული, ამომწურავი და ცემდეს ყველაზე მნიშვნელოვან და მთავარ კითხვებს პასუხს და იყოს დაბალანსებული, რაც მთავარია. ეს იყო ამ დროისთვის ბოლო ინფორმაცია, მორიგი გამოშვებით 6 საათზე.